დილამშვიდობისა, დღეს 12 მარტია, ოთხშაბათი, დილის 9:30 ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწველიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ. ყველას ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, თუ ვინ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები და რა თემებზე შევაჩერებთ ყურადღებას, ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ ანონსის სახით. ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ, რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 12 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს პროკოფი აღმსარებელს, დეკაპოლელს, ღირს თალალე სირიელს, წმინდა ახალმოწამე ილია ტრაპეზუნტელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. ტრადიციულად პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვერთდება წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე მოვლენების სულიერი ხედვა. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, გვექნება ჩართვა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ორგანიზებით მორიგი საქველმოქმედო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფონდის ბენეფიციარების დახმარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ფონდის აქციაზე, რომლის სახელწოდებაა 13, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი თვის 13 რიცხვში ნებისმიერს შეუძლია გაიღოს თანხა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. სწორედ ამ აქციაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. ბედნიერის სახლიდან გადაცემის მსვლელობისას ჩაგვერთვება ბერი ანდრიას დედა, ფონდის დამფუძნებელი ქალბატონი თინა თიმჩხვინიანი, რომელიც უფრო მეც მოგუყვება თუ როგორ ემზადებიან პროექტისთვის და რა ღონისძიება აქვთ დღეს ბედნიერ სახლში დაგეგმილი. რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში მოზარდებმა უნდა შექმნან ორიგინალური კარტოგრაფიული ნამუშევრები. კონკურსის შესახებ და ასევე თუ რა როლი აქვს რუკებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უფრო მეტ ჩვენი სტუმრები გვეტყვიან, შემოგვერთდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის განვითარების გეოსაინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ლაოშვილი და გეოგრაფიის დოქტორანტი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი საბა მოდებაცი. გადაცემის დასკვნით ნაწილში ტრიო აპრილია იქნება ჩვენი სტუმარი. მომღერლებთან ერთად ტრიოს სიახლეებზე ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა მოვისმენთ მათ ახალ სიმღერას. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ერთსულოვნების დილის ეთერის პირველი სტუმარი გახლავთ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ მოვლენების სულიერი ხედვის შესახებ. დილომშვიდობის მამამი ბიძინა, დაგლოცეთ. ღმერთმა გაგახაროთ ცოცხლად. მამამი ბიძინა, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ საუბრის თემა საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ სიღრმისეულია. მე მისი უწმინდესობის შეგონებებიდან ვიტყვი და წავიკითხავ თქვენს ნებართვით შემდგომს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს სულიერი აღქმა მოვლენებისა, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ სათანადო პასუხი გასცენ დროის გამოწვევებს. მამამი ბიძინა, რას გვეტყოდით მისი უწმინდესობის ამ შეგონების თაობაზე, მისი შეგონებები, მისი ქადაგებები, ეპისტოლეები, რომლებიც ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნამდვილად გეთანხმებით, ყოველი მისი ეპისტოლე, ყოველი მისი მიმართვა და ქადაგება მისი უწმინდესობის ალბათ სამაგიდო წიგნი არის და სახელმძღვანელოა. თუმცა ყველაფერს ვერ შევეხებით, თქვენ რაც ბრძანეთ, მოვლენების სულიერი აღქმა, მის მოწმინდესობამ ეს მიმართვა, ეს მოწოდება 2008 წელს წარმოთქვა და იგი აქტუალურია და არ დაკარგავს აქტუალურობას, ესე იგი მეორედ მოსვლამდე, ასეც კი შეგვიძლია ვთქვა. საქმე რა შეიცეთ, რომ დღეს მთელი ქვეყანა, პიროვნებები უამრავი პრობლემის, უამრავი მოვლენის ზეგავლენის ქვეშ ვართ და საჭიროა სწორად გავიგოთ ამა თუ ესე იგი ფაქტის მნიშვნელობა. მაგრამ თუ არ გვექნება სულიერი ხედვა, ეს იქნება ყველაფერი წარუმატებელი და პიროვნება ხელმოწარული დარჩება. რას გულისხმობთ? იმ არეალში, იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ორი სამყაროს არსებობა უნდა გავაცნობიეროთ. ეს არის სულიერი სამყარო და ეს არის ხილული სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ამასთან უნდა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის დაცემის შემდგომი პერიოდი და მოვლენებიც ასე უნდა ავუყვათ. ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რა. ნახეთ როგორი ძლიერი ბუნებრივი სტიქიური მოვლენები ხდება. დაუშვათ შოვის მოვლენები იქნება, ეს მიწისძვრა, ცუნამი და შემდეგ, მაგრამ თუ გავაცნობიერებთ, რომ კურთხევას და ლოცვას გაცილებით უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ამ ბუნებრივ მოვლენებს, მაშინ ბევრი რამ თავის ადგილზე დაალაგდება. აი მაგალითად ჩვენ სახარებიდან ვიცით, ესე იგი წმინდა წერილიდან ვიცით, რომ მეწამული ზღვაურად გაიპო. რაღაც ხდება ხო, რაღაც განსაკუთრებული მოვლენა მაცხოვარმა, რომელსაც შეემშია და ლეგვის ხე ნახა და უნაყოფო იყო ყის გახმა იგი და აქ სწავლებასთან არის დაკავშირებული აღელვებული, აზურთებული ზღვა მისმა ერთმა სიტყვამ დაამშვიდა და უამრავი რამ. თვით სიკვდილზეც კი ბატონობს ლოცვა, სიკვდილზეც კი ბატონობს კურთხევის ზალა. გახსოვთ თქვენ, აი წინ გვაქვს ჩვენ ლაზარის შაბათის მსახურება, ლაზარე აღდგეთ ეტყვის. იგი დაუბრუნდეთ ის საწყის თემას. თუ ჩვენ მოვლენების სულიერ ჭრეტას არ მივყოფთ ხელს, ვერ გავიგებთ რა ხდება რეალურად. ადამიანი დაიბნევა და ვერ მიხვდება, რომ ეს სამყარო იერარქიულია, სადაც კურთხევა, სადაც ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. გახსოვთ თქვენ ერთი საოცარი რა. მისმა უწმინდესობამ დაახლოებით 3 წლის წინ მიმართა მშობლებს, მიმართა ახალგაზრდებს, რომ შვილებო, ლოცვა კურთხევა, დალოცვა აიღეთ მამისგან, დედისგან. რამხელა ძალა აქვს ამას. ჩვენ შეიძლება ვერ ვაცნობიერებდეთ ამ მოვლენას, მაგრამ ლოცვას და კურთხევა ძალიან დიდი ძალა აქვს და ჩვენ ცხოვრობთ იმ სამყაროში, სწორედ სადაც სულიერი მდგენელი უნდა იყოს დომინანტი. ახლა დავსვათ ესეთი კითხვა. მე რომ ამას ვერ ვაცნობიერებ, ეს მოვლენები ისე ის თქმა მინდა ისიც რომ სულიერი არის დომინანტი? დიახ. და დავსვათ ესეთი კითხვა მეორე, დავსვათ ქიმიური მოვლენებზეც, ფიზიკურ მოვლენებზეც, ჩვენ უამრავი კანონი ვიცით ფიზიკაში, ქიმიაში და შემდეგ, ამაზეც სულიერი ახდენს გავლენას, დიახ, დომინანტურად ახდენს გავლენას, ეს არის კერძო გამოვლინება. ანუ თუ გავაფართოებთ სათქმელს, ვიტყვით რომ დავყოთ რას ნიშნავს სულიერი და რას ნიშნავს მატერიალური. მე გიტყვით, რომ ჩვენ ცხოვრობთ დროსა და სივრცეში, ოღონდ უნდა დავამატოთ, ეს არის ევქარისტიული დრო და ევქარისტიული სივრცე. ანუ ეს არის ის დრო და სივრცე, სადაც ღმერთისა და ადამიანის ურთიერთ მიმართება
დომინანტურია. თუ ჩვენ აი რა არის სეკულარული სახელმწიფო მისმა უწმიდესობამ საოცრად გამართ. ეს არის სახელმწიფო, სადაც ადამიანის ცხოვრებაში ღმერთი საერთოდ გამორიცხულია. ანუ ეს არის ირეალური, წარმოსახვითი, მოდელირებული სამყარო, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ღმერთი არის შემოქმედი ხილული და უხილავი სამყაროსი, ღმერთი განაგებს ყოველივეს და სინერგია, რაზეც ჩვენ მიგვითითებს ჩვენი უწმიდესობა, რაც გულისხმობს ადამიანის მიერ ღვთის ნების მოძიებას და მისი ნების აღსრულებას. აი ეს თუ არ გულისხმობთ, მაშინ ჩვენ გამოვარ რომ მოვლენებს სულიერად ვერ აღვიქვამთ. ეს არის სწორედ ადამიანების არუმატებლობის, აი სტრესის, უამრავი შფოთის მიზეზი, რადგან განშორებული ღვთის სიაღისაგან, ღვთის მადლისაგან ადამიანი ძალზე შფოთავს. დიახ. აი მამაბიძინა ყოველ დილით როდესაც ვთქვით, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს რომ ერთმანეთს მშვიდობის დილა ვუსურვოთ, მშვიდობიანი დღეები, წარმატებული დღეები, სულიერ ხედვაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამიტომ ვსვამ ამ შეკითხვას. რატომღაც გვავიწყდება აქ უფალი და არ უყურებთ სულიერად ამ საკითხს. თითქოს ეს ასე უნდა მოხდეს, რომ ყოველ დილა თენდება, ყოველი დილა ჩვენთვის არის, ყოველი დღე ჩვენთვის არის, ის რომ ჩვენ ბედნიერები ვართ, ჯანმრთელები ვართ და შეგვიძლია რომ ერთმანეთს გამარჯობა უთხრათ, ეს რატომღაც გვავიწყდება და მადლიერებას აღარ გამოვხატავთ უფლის მიმართ. სინამდვილეში ძალიან საინტერესოა ალბათ და ბევრ ადამიანს, ყველა ადამიანს უჩნდება ეს შეკითხვა. რა არის კაცთა მოდრმის ამ ქვეყანაზე ცხოვრების მთავარი მიზანი? მოკლედაც გეტყვი და შემდეგ ოდნავ განვავრცობ. უფალი ერთგან ბრძანებს. ეძიებდით პირველად სასუფეველს საღამო თისასა და სიმართლესა მისა და ყოველიგე შეგეძინოთ თქვენ. ანუ ყველაზე მთავარი ყოფილა ადამიანმა თის სასუფეველი მოიძიოს, გზამისკენ თავისი ჯვარი იტვირთოს. ანუ აქ არის საუბარი ადამიანის მარადილ ცხოვრებაზე, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გრძელდება, ანუ გარდაცვალება არის კარიბჭე მარადილ ცხოვრებაში, დღე მარადილ ცხოვრებაში შობისა და ეს სიბრძნე უნდა გქონდეს პიროვნებას. აი ეს არის სწორედ მოვლენების სულიერი აღქმა, რომ საბოლოო მიზანი, საბოლოო შედეგი რაც უნდა დადგეს თითოეული პიროვნებისთვის, ეს არის მისი ცხონება. ასე უნდა იყოს მოწყობილი მთლიანად, აი ერთხელ მის მოუწმისმა ბრძანა, რომ ისეთი კანონები, რომელიც ღვთის ეწინააღმდეგება, კარგ შედეგს ვერ მოიტანს. სწორედ ეს არის, იცით? ამიტომ არის რომ მე შევახსენებ საზოგადოებას სიკვდილით დასჯა, სწორედ მისი უწმიდესობის, სწორედ საპატრიარქოს ინიციატივით მოხდა მისი რეალიზება და შემდეგ სახელმწიფომ ეს მიიღო ეს. ასე რომ თქვენ რაც ბრძანეთ, ყველაზე მთავარი არის ადამიანს ახსოვდეს, რომ ის მარადიული ცხოვრებისთვის არის მოწოდებული და სიკვდილი ახაც უბრალოდ დასასრულს, დამთავრებას, გაქრობას კი არ ნიშნავს, არამედ მარადილობაში კარი შეღებას და მარადილობაში ყოფაში ყოფნას. მამალმა შეიძლება იკითხოს, რაზე აქ საუბარი, სწორედ იმ სამოთხისეულ მდგომარეობაში დაბრუნებას და უფრო მნიშვნელოვანს და მარადილ ცხოვრებას უფალთან. ან უფლისაგან განშორებით, რასაც სატანჯველი თან ახლავს, რასაც ჯოჯოხეთური მდგომარეობა ქვია. და მამბიძე ასევე რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა მოვისმინოთ თქვენგან თუ რა განაპირობებს ამ არასწორ ხედვებს, იგივე ვთქვათ აი ამ არასწორ წარმოდგენებს ჩვენი ცხოვრების და სიცოცხლის აზრის ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ უფრო გარეგნულ იერსახეს ვანიჭებთ ყურადღებას ვიდრე სულიერ მნიშვნელობას და ჩვენ სწორედ ამ თემას ვეხებით ხომ რომ თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნდეს ამა თუ იმ მოვლენის სულიერი აღქმა. Თქვენგან გვინდა ამის მოსმენა, რომ რა განაპირობებს ამ არასწორ წარმოდგენებს. წინა ციტატაც ეს იყო ამონარიდი წმინდა წერილინა და როდესაც ჩვენ სულიერ ხედვაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ან მოციქულის, ან ესე იგი რომელიმე წმინდა მამის შეგონება უნდა დავიმოწოთ, სხვანაირად არ შეიძლება და ესეთი შეგონება გვახსენდება, რამე თუ უმეცარ იყვნენ იგივე სიმართლეს აქვს ღვთისასა და თვისა სიმართლესა იუმჯებდნენ. აი ეს არის სწორედ არასორი, როდესაც ღმერთი თვითონ გაწვდის კანონებს, გეუბნება რაც უნდა გააკეთო. აი მაგალითად წინ და ეძიებდით პირველად სასუფეველს ღვთისას, მე ამას არ ვეძიებ. და ეს არის სწორედ რომ უმეცარ იყვნენ სიმართლისა ღვთისასა. აი პრაქტიკული მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, ჩვენ ყავს დიდი წმინდა მამა, მართლმადიდებელი წმინდა იოანე სინელი, კიბის აღწერელი და ის ჩვენ შეგვაგონებს რომ ესე იგი არჩევანს ვაკეთებ, უნდა გავაკეთო არჩევანი, სადაც უფრო მცირე არის ცოდვა.
აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, ეს საკითხი, რომელიც ეხება მოწეულ ორ ბოროტებას შორის, რომ უმცირესი უნდა ავირჩიოთ, ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. რატო იცით, ყოველდღიურად ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგევართ და ხანდახან არის, რომ ორი ბოროტება დგას ჩვენ წინაშე. ერთი ძალიან დიდი და გრანდიოზული, მეორე მცირე. შეიძლება ესეთი მაგალითიც მოვიყვანო, შეიძლება ოიმღამოა, მაგრამ მაინც მოსდევს ვიღაცა მოსაკლავად მეორეს და ის ჩემს სახში შემოვარდა და მე ვედრება რომ სამე დავმალე და მოვიდა პიროვნება, რომელსაც მოღერებული აქვს რაღაც იარაღი და აუცილებლად მოკლავს მას. და მე ვეუბნები რომ აი იმ კარიდან გავიდა. ტყუილს ვამბობ. რა თქმა უნდა ტყუილი დიდი ცოდვაა, მაგრამ სიკვდილის თანაზე ვიქნებოდი მე მკვლელობის, ასე რომ უმჯობეს არს რომ მე კაცმოყვარეობიდან გამომდინარე იმ პიროვნებასაც უდიდესი ცოდვა ავაცილო და ესეც სიკვდილის თანაზე არ გახავდა, ასე რომ ორ ბოროტებას შორის ყოველთვის უმცირესი არჩევა გვინდა, ამას ჩვენ წმინდა მამა გვეუბნება, ასე რომ პასუხი თქვენ კითხვაზეც ერთ-ერთი ეს გახდა. და ჩვენს ყოველდღიურობაშიც ვამბიძიან თავისთავად ჩვენვე შეგვიძლია განსაზღვროთ სამოთხისკენ სავალგზაზე ვივლით თუ ჯოჯოხეთისკენ სავალგზაზე. და შესაბამისად ასეც განვითარდება შემდგომ მოვლენები, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და წარსდგება უფლის წინაშე. რა თქმა უნდა, დიახ. აი ძალიან მნიშვნელოვანია. აი როგორც კი პეტრემ მზერა მოაცილა უფალს ზღვაზე, რომ თუ გახსოვთ თქვენ, უფალს ეუბნება პეტრე, რომ უფალი ზღვაზე მოდის და პეტრე ნავში არის მოწაფეებთან ერთად და მიბრძანე რათა მოვიდეს შენთან. და იწყებს სვლას, მოდი ეუბნება. მაგრამ როგორც კი ღელვა, როგორც კი ანუ მატერიალური გახდა მისი ცნობიერება, იმ წუთში დაფლა დაიწყო და მიმართა უფალს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიშველეო და უფალმა ხელი გაუწოდა და უშოლა. და იქ არის სიტყვები, მცირედ მორწმუნეო, რატომ შეორგულდი? ანუ როდესაც ჩვენ ეს იქნება პოლიტიკური მოვლენები, ეს იქნება სტიქიური მოვლენები, თუ ამას ჩვენ სულიერი თვალით არ შევხედავთ, მაშინ ჩვენზე არის სწორედ ის სიტყვები მცირედ მორწმუნეო, რატო შეორგულდი? და თუ არ გვემახსოვრება, რომ 3 წიდან იწყება. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია. და ეს იცით რა, მავანს შეიძლება ეს ეჩვენოს რთული. რატო ეჩვენება რთული? იცით, თვითონ თავისი მე დომინირებს, მე ესე მინდა, ან უფლისნებას არ ვეციებ. მაგალითად, მე შემიძლია ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც აბსოლუტურად უსიყვარულოა. აი, არ ეფუძნება სიყვარულს, ეს ეხება ღვთის სიყვარულს, ეს ეხება მოყვასის სიყვარულს და მე ესე მინდა, დღეს დომინირებს. ლაპარაკია უფლებებზე, ლაპარაკია თუ რა შემიძლია მე, მაგრამ მოვალეობებზე, ვალდებულებებზე ნაკლებად საუბრობენ. ეს არის სწორედ სულიერი ხედვის საოცარი დეფიციტი. ისე რომ მისი უწმინდესობის მიმართ რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს და მათ შორის აქ რა თქმა უნდა ახალგაზრდების იგულისხმებიან, იმიტომ რომ ახალგაზრდა თავისი ასაკიდან გამომდინარე ინტერესდება ბევრი რამე, ძალიან წრფელია ბუნები, დიდი ენერგია გააჩნია და მას სჭირდება სწორი ორიენტირი. ეს კიდევ რა თქმა უნდა სულიერი ხედვები არის. მამაბიძინა, აი ცხადია ყველა ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძვის, იღწვის, რომ მიაღწიოს წარმატებას როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამ წარმატებაში ხელი გვეშლება და ვერ ვაღწევთ ამ წარმატებას. რა ხდება ასეთ შემთხვევაში, როდესაც ვიწყებთ ადამიანები ჩვენი ბუნების გამომზეურებას, ხო? როდესაც ვაბრალებთ სხვას. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გადავაბრალოთ, რომ აი ამ წარმატებას ამადა ამ კონკრეტული ადამიანების გამო ვერ მივაღწიე. რა ხდება ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ სხვაზე გადაბრალებას ვიწყებთ თითოეული წარუმატებლობის შემთხვევაში? აქ უამრავი კუთხით შეგვიძლია ეს საკითხი გავიხილოთ, მაგრამ მოდი ერთ სიტყვი. ერთ-ერთი შეგონებაა უფლისა, რასაც აიქმოდე, გულითად იქმოდე ვითარცა ღვთისა და არავითარცა კაცთასა. როდესაც მე ამ შეგონებას ვარ ღვევ, ყველაფერი ამოტრიალებულია შემდეგ. იმიტომ რომ მე სიკეთეს ვაკეთებ, იმიტომ რომ მისგან სიკეთეს ველი. მე ესე იგი მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მისგან რამეს ველი. რასაც აიქმოდე გულითად იქმოდე ვითარცა ღვთისა და არავითარცა კაცთასა. არის ერთი ქართული ანდაზა სიკეთე ქმენი ქვაზე დადი და გაიარეო. ესე გარკვეულწილად მიახლოებულია, სწორედ ეს არის. ყოველი ქმედება ეს იქნება სამსახურში, ოჯახში და შემდეგ პიროვნების მიმართ, მეზობლის მიმართ არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნების სახელმწიფოს მიმართ მიმართება ან პირიქით, ეს უნდა იყოს სწორედ რასაც აიქმოდე, გულით იქმოდე. გულითად იქმოდე, ვითარცა ღვთისა და არავითარცა კაცთასა. მადლიერებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ძალიან საინტერესოა. აი ეს მადლიერების გარეშე იცით,
მე ცოტა მინდა დავამძიმო თემა, როდესაც წმინდა მამა ესაუბრება ერთ პიროვნებას, ყოველთვის მადლიერი უნდა იყო, ღვთისაო და ის კითხვას სვამს, აი შვილის რომ მოგიკვდეს მაშინო, მცირე პაუზა და უთხრა, დიახ. დიახ. რატო იცი, ადამიანის თავიდან ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდება უფლის გარეშე. ანუ ის მოვლენ რაც განვითარდა უფალს განა ადამიანის დასადრგუნად უნდა მის გამოსასწორებლად უნდა. აი აქ არის სწორედ სულიერი ხედვა საჭირო. მე არაერთი შვილმკვდარი დედისგან მომისმენია, რომ მე ჩემ შვილს ვაღმერთებდი და ეკლესიის კარის კი არ ვიცოდი სად იყო და როდესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, მე დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და ბევრ ამას მივხვდი. ეს სამწუხარო ეს გახლავთ, ასე რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს, თუნდაც რომ დილას რო გაგეღვიძება, პირჯვარი გამოისახო და რა თქმა უნდა, დილის ლოცვის აღსრულება, საღამოს ლოცვის აღსრულება, ეს არის სწორედ უფლისადმი ვედრება, მადლიერების გამოხატულება და მომზადება. აი წარმოიდგინეთ თქვენ პიროვნება, რომელიც დილას აღასრულებს, არის ლოცვით კამოს დაუშვათ, ზოგს 15 წუთი, 20 საათი ჭირდება, შეიძლება მეტიც მონასტრებში, როგორი სავსეა, როგორი ძლიერია, როგორი მზად არის ყველა წინააღმდეგობას ღვთისნებით, ესე იგი წინააღმდეგეს შვიდობით. თუმცა აი ახლა თქვენ რაც ახსენეთ, მამაბიძინა იგივე შვილის გარდაცვალება, რომელიც ყველაზე დიდი ტრაგედია თავისთავად ეს წარმოუდგენელი ალბათ ამ სიმწარის განცდა და გადატანა ყველას ვუსურებ ამ სიმწარის არიდებას, ასე ვთქვათ და ყველას ნუგეში გვინდა ვცეთ, რომ ვისაც გარდაცვლილი ყავს შვილი, როგორ შეიძლება რომ მათ ეს სულიერი თვალით დავანახოთ ეს მდგომარეობა და უფრო მარტივი გავხადოთ მათთვის ეს გაუსაძლისი ყოფა. მარადილობისკენ უნდა გავახედოთ. მარადილობისკენ ნახეთ, ჩვენ როდესაც ტაძარში ვიმყოფებით, ძალიან ხშირად ისმის შემდეგი ლოცვა, რომელსაც ვიტყვი და ხშირად ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულს აქ ყველაფერი გასაგებია და შემდეგ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. აწუ ეს დრო არის ვიდრე შემდეგ მეორე ბოსლამდე მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ანუ ჩვენ მარადისობისკენ გვაქვს მზერა და სწორედ მათაც უნდა ესე იგი შევძლოთ რომ გაიხედონ მარადისობი რომ ცხოვრება აქ კი არ დამთავრდა, იქ იწყება და უფალმა ყოველთვის თითოეული პიროვნების უკეთესი განეგულა. თავარი არის არა ის თუ აქ რა პოზიციაში ხარ, გამართლები თუ არა უფლის წინაშე სამჟავროზე და ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს არანაირი მოლოდინი არ აქვს, არც მეორედ მოსulis არც აღდგომი საყოველთაო, არც სამჟავროზე ძალიან სამწუხაროა, სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ მოვლენების სულიერი ხედვა არ აქვს. აი მწამსის მე-11 წევრი მოველი აღდგომა სამტრეთი და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესას ამინ. ეს მერმისი ცხოვრება არის მარადიული ნეტარი ცხოვრება ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში მარადიული ესე იგი ძალიან მექანიკურად ვამბობთ ხოლმე ამ სიტყვებს მამაბიძინა და აი არ ვფიქრდებით თუ რა არის თითოეულ სიტყვაში ამა თუ იმ ლოცვაში ჩადებული და ეს არის ალბათ ჩვენი სირთულე ადამიანის ბუნებისა რომ უფრო გარეგნულად, უფრო მატერიალური კუთხით ანუ ოდ დროზე წავიკითხო თქვათ ეს ლოცვა ჩამეთვალოს რომ აღვასრულე საღამოს ლოცვა იქნება თუ დილის ლოცვა ან უბრალოდ მოკლესავედრებელი ლოცვა, მაგრამ ის მთავარი თუ რა შინაარსის მატარებელია ეს ლოცვა და როგორია მისი სულიერი აღქმა და მისი განმარტება, ამას რატომღაც თავს ვარიდებთ. აი რა მდგომარეობა ეს არ გვინდა რომ სწორად დავინახოთ ის, რასაც გვასწავლის უფალი ვთქვათ და გვინდა მოვირგოთ ეს ყველაფერი ჩვენს ყოფაზე და ჩვენს რეალობაზე, ჩვენი სარწმუნოება გვინდა შევქნათ და ჩვენი უფალი გვინდა ყავდა ეს თუ აი რასთან გვაქვს საქმე ესეთ შემთხვევაში. მოდი ესე დავიწყებ. ღვთისმსახურებისას აღსრულებული ნებისმიერი ლოცვა, გალობა, ქმედება მოწოდებულია იმისთვის, რომ პიროვნებამ გაიგოს. და როდესაც ვარ ტაძარში, არც კი ვიცი იმ დღეს რომელიც წმინდანის სცენება, რა მდგომარეობა ესა. არ ვიცი რა სახარება წაიკითხეს, აი წაიკითხეს სახარება, ვეზიარები და წარმოდგენაც კი არა. იმაღლა სიტუაცია იყო, მეზვერის და ფარისევლის კვირა იყო და იგავი წაიკითხეს, შინაარსი არ ვიცი. და რა ანუ მძინავს, შენ კიდევ ვერ გამოფხიზდი. მექანიკურად დავდივარ პირიქით. ნახეთ რომ შევედი ტაძარში
მე უნდა ვიცოდი მოვემზადოთ აი სიონის საკათედრო ტაძარში წინ წარწერა შევიდე სახსა შენსა თაყვანის აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორი განწყობით შევდივარ და როცა მე მოვალეობის გზნობით შევდივარ როდესაც მე მომხმარებლური დამოკიდებულება მაქვს უფლისადმი ეკლესიისადმი ლოცვისადმი რომ ამ მატერიალურ სამყაროში ვიყო წარმატებული და მე ვიტყვი არაფერი ანუ ცხონებისთვის ეს ყველაფერი ნიშნავს რომ მე ჯერ კიდევ ვერ გამოვიღვიძე მიუხედავად იმისა შეიძლება 10 წელია 15 20 წელია დავდივარ ტაძარში და არ ვიცი რა სახარება წაიკითხეს იმ დღეს ყურადღებით არა ვარ აღარ ვლაპარაკობ აწდამარადის და უკუნითი ეს ყოველთვის ტროპრის შინაარსი და ასე შემდეგ ასე რომ გულისხმიერება და სიფხიზლე ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხედვებზე ვსაუბრობთ, მამა ბიძინა სულიერ ხედვაზე და ძალიან მნიშვნელოვანია აქ როლი ეკლესიისა და სულიერი მოძღვრის. დამოუკიდებლად რამდენად შეუძლია ადამიანს, რომ ეს სულიერი ხედვა ჩამოუყალიბდეს, რომ აღმატებულია ეს ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით სულიერი ხედვა, რაც უნდა გააჩნდეს ადამიანს პირველ რიგში. ღმერთის შეწევნის გარეშე ვერაფრით ვერ მოხდება ეს მოძღვარს სწორედ შეუძლია უფლისკენ გაახედოს ადამიანი, ანუ მოძღვარს მრევლი თავისკენ კი არ მოყავს უფლისკენ მიყავს. აი მე საკითხად შევეხები ახლა ქალაქის ხედებს უყურებ და ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ საჯარო სივრცეში გავხდით დემონური რაღაც სპექტაკლების, ძალების დემონსტრაცია არც არ ედებიან. იქ წინ ქაშვეთია, იქ ჯვარია აღმართული. რას ნიშნავს ეს და ზოგიერთი ტაშს უკრავს, ზოგიერთი ისე იგი ამ თავყილობის აქტიური თანამონაწილეა, სადაც იქ ესე იგი აღარ მიდეხა ძალიან ანუ თელი დემონური ძალების მოხმობა ხდება და ამითი ესე იგი დაპირისპირების რაღაც სულია ქრისტე ესე იგი ღმერთსა და ადამიანს შორის რა თქმა უნდა ეს ამას ვერ დაძლევს პიროვნება თუ არ შეინანა თუ არ გააცნობიერა თავისი ცოდვისმიერი მდგომარეობა თუ არ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს მამა ბიძინა ამ წარმართული რიტუალების მიმართ თქვათ აი ამ არასწორი ხედვების მიმართ წმინდა წერილი გვეუბნება ნუ თანაიზიარებით საქმეთა მათ ბნელისათ არამედ უმეტესწილად ამხილებდითსა აი ეს არის უნდა ვამხილოთ ჩვენ და ვთქვათ რომ ეს არის მიუღებელი ფორმა ეს არის ესე იგი ადამიანის დაღუპვა ეს არის ჩვენ ვიცით რომ აპოკალიფსურ დროში ვცხოვრობთ და ანტიქრისტე ნამდვილად მოვა და შენ მას გზას უმზადებ და შენ თავსაც მის კერძად ამზადებ ეს ყველა დამთავრდა ამითი ყველაფერი ამ პიროვნებისთვის არა თუ ის შეინანებს და გულწრფელად მოინანიებს და გამოსწორდება რა თქმა უნდა სწორედ ამისთვისაც მოვიდა უფალი მოვიდა სწორედ განსაკურნებლად ცოდვილი ადამიანებისა. დიახ, თუმცა ასეთ დროს ადამიანი უფრო მეტწილად განკითხვაში ვარდება ხოლმე. მამა ბიძინა ხომ შეიძლება ჩვენც თქვათ გარკვეულ მომენტშიც არასწორად სხვა ქვემდებები ჩავიდინოთ, ასე ვთქვათ, მაგრამ როგორც ყოველთვის უფრო მარტივია ხოლმე სხვის თვალში ბეწვის დანახვა. ეს არის სულის ერთ-ერთი ავადობა. აი ფსიქოლოგიასა და სულიერებას შორის მინდა ზღვარი არ მინდა დავდო, არამედ ფსიქოლოგია სამშვენელს ეხება და ფსიქოლოგიაში განკითხვა ესეთი რამე თითქმის არ არის რაღაც ანომალიური და ესე იგი ის რაც პნევმას ეხება, სულს ეხება, განკითხვა არის სულის დამღუპველი, რომელიც განძარცვავს პიროვნებას ღვთისმადლისაგან, რომელიც აშორებს მას, ასე რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ღვთის სიტყვა მოვისმინოთ და აღვასრულოთ კიდეც ერთ გამზანებს უფალი, ვისაც უყვარდე მე სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს. ეს აუცილებლად შესაძლებელია, ხომ აი ჩვენი საუბრის ბოლოს სულიერი ხედვა რომ ჩამოგვიყალიბდეს ტაძარში სიარულით ყოველ კვირას ვეცადოთ ადამიანები რომ ვიყოთ ტაძარში აუცილებლად და მოვისმინოთ სახარება. მარხვის პერიოდია ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის. და გავიხსენებ მისი უწმინდესობის ერთ-ერთ საოცარ მოწოდებას, რომელიც ათეული წლების წინ გააჟღერა ქართველნო ერთად ღვთისაკენ. ძალიან დიდი მადლობა მამა ბიძინა, ურმესი მადლობა მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ შვიდგზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დაბრუნდებით კვლავ სტუდიაში. Ideba malachtashi nomerca, kveqalas sazedachi domo, datazajo isatmoemo, gigalopce
ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. Amin.
დავბრუნდით ეთერში ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ორგანიზებით მორიგის საქველმოქმედო პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფონდის ბენეფიციარების დახმარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრია ფონდის აქციაზე, რომლის სახელწოდებაა 13. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი თვის 13 რიცხვში ნებისმიერს შეუძლია გაიღოს თანხა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. სწორედ ამ აქციაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად, ბედნიერი სახლიდან ჩაგურთვება ბერი ანდრიას დედა, ფონდის დამფუძნებელი თინათინ ჩხვიმიანი, რომელიც უფრო მეტს მოგვიყვება თუ როგორ ემზადებიან პროექტისთვის და რა ღონისძიება აქვთ დღეს ბედნიერ სახლში დაგეგმილი. დილამშვიდობისა, ალბათონ თინათინ. დილამშვიდობისა. მადლობა მონაწილეობისთვის გადაცემაში. დიდი მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. გაიხარით, მადლობა თქვენ ესე აქტიურად ახართ ჩართულები ფონდის ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და ძალიან ძვირფასი. დიდი მადლობა. პირველ რიგში მოგიკითხავთ, რა თქმა უნდა, სიყვარულით თქვენც და ბედნიერი სახლის თითოეულ ბინადარს და რომ გვითხრათ და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა ღონისძიება არის დღეს დაგეგმილი და როგორ ემზადებით ამ ღონისძიებისთვის. თქვენ ტელევიზიის მეშვეობით არაერთხელ აღვინიშნავს ამ დღესთან დაკავშირებით, უბრალოდ ცოტა რაღაც პატარა სახეცვლილება განიცადა ამ ჩვენმა პროექტმა, უფრო ესე რომ ვთქვათ, განვაახლეთ. მანამდე ხო ვამბობდით ყოველ 13-ში 1 ლარი, ეხლა ამ პროექტს ქვია 131, თან კიდევ ყველამ კარგად იცის ჩვენ ცხოვრებაში ვინც ჩართული არის აქტიურად ფონდის, რომ 131 საერთოდ ეს ციფრი მამანდიას უყვარდა და ყველგან ამას წერდა. ხოლო როდესაც ის აღიკვეცა 13 რიცხვში, მაშინ თქვა რომ აი დედა თურმე რატომ მიყვარდა ყველაზე ძალიან ციფრი 13 და 131 მისთვის აქედანაც 13 იყო და იქიდანაც როცა ვეკითხებოდი, ყველგან 131 რატო წერდა დედა. და მე აღმოვაჩინეთ დღეს და ერთ-ერთმა ჩემმა შვილობილი იყო, მაგრამ ეხა უკვე უმცროსი მეგობარი არის და ფონდის ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული გიორგი ჟოროლიანი, მან მითხრა რომ აი ნახე დეო 131-ო 13 და 1 ლარი. აი ესე შეხედიო, რომ ყოველ 13-ში 1 ლარი და რაღაცნაირად აი ესე დავიწყეთ ეხა ჩვენ აი ამის განახლება და დღევანდელ ღონისძიებაში და თვითონ ზოგადად კამპანიას დავარქვით 131. დღევანდელ ღონისძიებაში მოვიწვიეთ ფონდში, სახლში, ბედნიერ სახლში სხვადასხვა სადაზვერვო კომპანიების მესვეორნი თანამშრომლები თან ვაჩვენებთ სახლს, გავაცნობთ, რას ვაკეთებთ, უფრო მეტად ხელშესახები რომ გავხდეთ, საერთოდ ბერი ანდრიას სახელმწიფო ფონდი ძალიან ხელშესახები არის, იმიტომ რომ ხედავენ ყველაფერს და აქვე შეუძლიათ მოვიდნენ ნახონ და თამეთი დახმარების ეს ნაყოფი რაც არის ბავშვებსაც შეხვდნენ და თან ნახონ რასაც ვაკეთებთ. ამიტომ ესე რაღაც მოვიფიქრეთ და ეხლა რო იწყება ამ თვიდან პირველი არის სადაზვერვო კომპანიები, მოვლე, პატარა კონფერენციას ჩაუტარეთ, სახლს დავათვალიერებთ, ავუხსნით და ვეტყვით და ერთგვარი კეთილინების ელჩები იქნებიან ჩვენსა და თავიანთ თანამშრომლებს შორის, რომლებსაც თვითონაც შემდგომ გაუზიარებენ ინფორმაციას, რომ უფრო მასშტაბური გახდეს და თითოეულ თანამშრომლს შეეძლოს აი ამ 1 ლარის შემოწირულობა ფონდში და რა თქმა უნდა ავტომატურად დაეხმარებიან ჩემ შვილობილებს და მათ ოჯახებს. თავდადien, რა თქმა უნდა, სიკეთე უსასრულოა, სიკეთე გადამდებია და შესაბამისად, როგორც გადაცემის დასაწყისში ავნიშნეთ, ყველა ადამიანს ნებისმიერს შეუძლია რომ ჩაერთოს ამ აქციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა თავად დაინტერესების კუთხით, რამდენად არის ინტერესი საზოგადოებაში, რომ ჩაერთონ ამ აქციაში და რამდენად მნიშვნელოვანი არის მათი აქტიურობა. მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საზოგადოების, იმიტომ რომ საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ გავაკეთებთ ახლა ჩვენ ვერ ჩამოვიკედებით ერთეულ კომპანიებს ან ადამიანებს. სწორედ ამიტომ იყო ჩემი мотиваცია მართლა რომ 1 ლარის თხოვნა არავისთვის არ მერიდება უკვე და ცოტა რთული სიტუაცია არის ისედაც, ხო და შეიძლება ახლა ყველას თავისი პრობლემა ქონდეს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ამით ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ თითოეულ ადამიანს და უბრალოდ ჩვენ უნდა მივიტანოთ კარგად ადამიანებამდე, საზოგადოებამდე, რომ მათი 1 ლარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება იფიქრო ხა ჩემი 1 ლარი რას იზამს და რაღაცა ეს
მოქმედება არ გააკეთო ხო ამ ტელეფონში დღევანდელი მობაილ ბანკები ამ შესაძლებლობას იძლევა რომ მონიშნად კი შეუძლიათ რომ ყოველ 13-ში მონიშნონ და ერთი ლარი ჩაგვერიცხოს თუმცა ხა ჩვენ უბრალოდ ეს კამპანიის იდეა და აზრი არის და ასე ვთხოვთ ადამიანებს ყოველ 13-ში ერთ ლარს პირობიდან თუმცა ყველა ადამიანი შეუძლია სხვადასხვა რიცხვში ჩარიცხოს მათთვის ეს უფრო კომფორტული არის მაგრამ მე ვფიქრობ ერთი ლარი ესეთი თანხა არის რომ ყოველ 13-ში დიდება უფალს და ყველას კონდეს მეტიც კონდეს ანგარიშებზე და ერთი ლარი შეუძლიათ რომ ჩაგვერიცხონ. აი თავარი არის რომ კარგად გაიაზრო. დიახ. აი თალბატონთია თქვენ უკვე დაახლოებით ისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად მინდა ჩვენს მაყურებლებს ინფორმაცია მივაწოდოთ ხვალინდელი აქციის შესახებ, თუ არის შესაძლებელი რომ ავუხსნათ რა ფორმით და როგორ არის შესაძლებელი რომ დაეხმარონ ბედნიერი სახლის ბინადრებს. ესე იგი ყოველ 13 რიცხვში ჩვენ ადამიანებს ვთხოვთ 1 ლარს და ეს 1 ლარი შესაძლებლობას მისცემს მათ რომ იყვნენ ქველმოქმედები დაგვეხმარონ ჩვენ დაგვიდგნენ გვერდში და ჩვენ ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე. მკურნალობა რა თქმა უნდა უფასო არის ბავშვების უბრალოდ შემდგომი ეტაპები, გართულებები, მედიკამენტები, როდესაც გადადიან უცხოეთში ჩვენ დიდი არის ხარჯი ფონდის სიმართლე რო გითხრათ ხშირად ჭირდებათ რეანიმატოლოგის მომსახურება ხშირად ჭირდებათ სხვადასხვა დამატებითი დახმარება ბავშვებს და აუცილებელი პირობები რომ ისინი კომფორტულად გადაადგილდებოდნენ ან კიდევ იმკურნალონ ხო ამიტომ ჩვენ დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თითო ლარი ამაში ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და სახლიც არის ცოტა ისეთი დიდი თქვენ არაერთხელ ყოფილიყართ ჩვენი სტუმრები თქვენი გადაცემა და გვჭირდება უკვე დახმარება ელემენტარული რომ სახლით შევინარჩუნოთ ხო კომუნალურები გვაქვს ბავშვებს უყვებავთ ტრანსფერი ემსახურება ბავშვებს და ამიტომ ხარჯი მაინც დიდია ფონდისთვის და ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას ყოველ 13-ში მხოლოდ 1 ლარს. აი წლის განმავლობაში ყოველთვიურად შესაძლებელი იქნება თვის 13 რიცხვში რომ 1 ლარი გამოერიცხოს თქვენს ანგარიშზე. აი ახლა რაც დავიწყეთ აი 131-ია, ამით ჩვენ ყოველ თვე 12-ში, ან 13-ში ზოგჯერ ვუმასპინძლებთ სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა სფეროდან და დავიწყეთ სადაზღვეობით ახლა აი რაც შეიძლება უფრო მეტად ყოველთვიური სახე ექნება ხო ესე იგი კალკულაციათი. ყოველ თვე სხვადასხვა კომპანიას წარმოგიდგენთ, სხვადასხვა კომპანიების არის მთელი საქართველოს მასშტაბით ერთობლიობას. აი ეს მარტო ერთი არა. მთელი საქართველოს მასშტაბით. დიახ. ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ ბავშვების განწყობასთან დაკავშირებით, როგორია მათი განწყობა და სხვადასხვა ღონისძიებაში როგორ ერთვებიან ისინი რა სახით იღებენ მონაწილეობას. აი ისეთი ფუსფუსი არის ხოლმე და ისეთი რაც ცოტა გიჟური ისა გვაქვს რა ქვია დიახ აი ძალიან ბოდიში თან ღელავთან ძალიან დაღლილები ვარ ესე იგი თვითონ ბავშვები ძალიან არიან ჩართულები აი მათ ისე ყველაფერი აინტერესებს ჯერ მეკითხებიან როგორ გააკეთოთ გუშინ დარბოდნენ რაღაცა ცოტა რაღაცები გადავაადგილეთ და ერთ მოქონდა ორი სკამი და მეთქარი არ წამოიღო შვილო არ გააკეთო და არა მეცვიდა იმდენად მათთვის ეს ძალიან სახალისოა და თან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ მე მინდა გითხრათ ადამიანებს და იმ კომპანიებს ვინც მობრძანდებიან როგორ გელოდებიან ბავშვები მათთვის ეს არის უდიდესი სტიმული რომ მათთვის მოდიან და როდესაც ვერები აი ეს მოდის ის მოდის ხო მეუბნები ჩვენთვის მოდიან დედა ანუ ჩვენთან მოდიან ჩვენთვის მოდიან აი მაშინ გრძნობენ მშობლებიც და ბავშვებიც რომ მარტონი არ არიან იმიტომ რომ რაღაც ჩვენ უფრო დიდი ერთი ოჯახი ვართ და ჩვენი მათთან დახმარება და მათ გვერდში დგომა მათთვის არ არის გასაკვირი ეს ჩვეულებრივი ორგანული ამბავი არის, მაგრამ როდესაც აი სხვა ადამიანები მოდიან უკვე და სხვადასხვა კომპანიები და ერთიანდებიან მათ ირგვლივ, აი ეს მათთვის უდიდესი სიხარულია და ამიტომ ძალიან მინდა გთხოვოთ რომ არ გააწმილოთ ჩემი შვილები, როდესაც ჩვენ მოვდივართ რომელიმე ფონდის თანამშრომელი და მე და რამის გეუბნებით და მით უმეტეს რომ გეპატიჟებით სახში უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ სახში გელოდებიან ჩემი შვილები. გვინდა გისურვოთ ძალიან ბევრი კეთილი ადამიანის დახმარება და წარმატებები ბუნებრივია და დიდი მადლობა ასევე რომ ჩაგვერთეთ დილა ადრიანად პირდაპირ ეთერში. და გამოჯანმრთელება, რა თქმა უნდა, ბედნიერი სახლის თითოეულ წევრს და ბინადარს და დიდი სიყვარული ჩვენგან გადაეცით. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით.
გაიხარეთ, მადლობა. ბერი ანდრიას დედა ფონდის დამფუძნებელი თინათინ ჩხიმიანი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ერთსულოვნების დილა მცირე ვიდეო რგოლის შემდგომ კვლავ დაგებრუნდებათ პირდაპირ ეთერში. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში საინტერესო თემით. რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი განვითარების გეოსაინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ლაუშვილი და გეოგრაფიის დოქტორანტი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი საბა მოდებაძე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ დილამშვიდობის გამარჯობა. ბატონ ზურაბ, თავდაპირველად რა თქმა უნდა, საუბარი უნდა დავიწყოთ იმით, თუ რას მოიცავს ზოგადად ეს პროექტი, ასაკი დავასახელეთ, მაგრამ უფრო კონკრეტულად დეტალებზე რომ ვისაუბროთ. უბრალოდ ყოველისა შემთხვევით ვისარგებლებ და თქვენი ეთერიდან სრულიად საქართველოს მიულოცავ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის საერთაშორისო კარტოგრაფთა ასოციაციაში გაწევრიანებას. ეს ჩვენი პროფესიული დახმარება არის. ჩვენი თქვენთან სტუმრობის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი სწორედ იყო კარტოგრაფიაზე საუბარი. და აი ამ ხნის განმავლობაში ესეთი კარგი ამბავი მოხდა, მაგრამ ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ უკვე მეორე წელია ასეთი კონკურსი ტარდება. კონკურსის ორგანიზატორები არიან ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, ერთ-ერთი მათგანი საბა მოდებაძე აქ გვესწრება და ხატია ყოლაშვილი, რომელმაც ჩაიფიქრეს და ძალიან კარგი ორგანიზება გაუკეთეს ჩარშან კონკურსს, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდა მოსწავლეები, მათ წარმოადგენეს საკუთარი ხედვით შექმნილი, შედგენილი, ესე იგი ნახატის სახით წარმოდგენილი რუკები. მე ამ კონკურსში ერთ-ერთი ექსპერტი ვიყავი და ძალიან ახტაცებული ვიყავი ამ ნაშრომების შეფასებით. მოკლედ ეს კონკურსი მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდებს გაუღვივოს ინტერესი და სიყვარული აი სივრცითი აღქმისადმი და თავის ასე ვთქვათ მოვლენების პროცესების, ობიექტებისადმი ესეთი აღქმისა და კონტაქტის ვიზუალური წარმოდგენა, რასაც თქვია, თქვა საბავშვო კარტოგრაფია ამ შემთხვევაში და საბას და მის გუნდს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამისათვის, რომ ამ შესანიშნავ ღონისძიებას მოაბეს თავი და რამდენადაც მეუხაროთ იმისა, რომ ქართულ კარტოგრაფიას დიდი ტრადიციები აქვს, აქამდე ჩვენ ეს არ გქონია. საბა, თქვენც მინდა გკითხოთ, რა შესაძლებლობას იძლევა ეს კონკურსი და აი როგორც ვუთხარით მაყურებელს 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის კონკურსი და რამდენად არის შესაძლებელი, ბუნებრივია ეს ყველაფერი გათვლილია, თქვენი მოფიქრებულია, თუმცა რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს 6 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია თუ არა ეს ყველაფერი ზუსტად ისე გაითავისოს და აღიქვასო პირველ კლასელებზეა საუბარი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. დავიწყებ ცოტა ძველი ისტორიიდან, როდესაც კარტოგრაფთა ასოციაციამ აიდგა ფესვები და მისი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი ჯანსუღ კაკელია თავის წერილებში, რომელიც დღევანდელმა პრეზიდენტმა ბატონმა თენგიზ გორდეზიანმა გამიზიარა, რათა გავცნობოთ იმას. საუბარი ჰქონდა სასკოლო მიმართულებაზე და ბავშვების მიმართულებაზე იმ დროიდან 98 წლიდან, როდესაც ჩვენი ასოციაცია შეიქმნა, იმ დროიდან უკვე იყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება უნდა ყოფილიყო სკოლებისკენ, სადაც საჯარო ლექციები უნდა ჩაგვეტარებია კარტოგრაფიის მიმართულებით და ბავშვების დაინტერესება უნდა გამოგვეწვია. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი მოგზაურობების შემდეგ ჩეხეთში, როდესაც საერთაშორისო კონფერენციაზე ვიმყოფებოდით, საკმაოდ ბევრი თემა იყო ამ მიმართულებით წარმოდგენილი და ერთ-ერთი ძალიან აქტუალური იყო კარტოგრაფია და ბავშვები, რომელზეც ძალიან ბევრი ნაშრომი და პრეზენტაცია მიეძღვნა ამ ყველაფერს და ჩემი დაინტერესება სწორედ აქედან წარმოიშვა, ჩამოვიტანე ქვეყანაში ეს იდეა, გაუზიარე ჩვენს ერთ-ერთ აქტიურ სტუდენტს ხატია ყველაშვილს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის თანახემძღვანელობით და თანაორგანიზებით ჩავატარეთ ეს ღონისძიება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს კონკურსი, რომელიც ჩარშან ჩავატარეთ, იყო ჩვენი მოფიქრებული, თუმცა წესები გადმოვიტანეთ სრულიად იმ საერთაშორისო კონკურსიდან, რასაც ყოველწლიურად, რაც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ყველა ის წესი, ორიგინალის ვერსია ჰქონდა გადმოტანილი. აი რა შეეხება შედეგებს, ძალიან საინტერესო არის მე თუმეტეს მაშინ, როდესაც პირველი შეხება არის ხომ ამ კონკურსთან, ბავშვების დამოკიდებულება, თავად მონაწილეების აღქმა როგორი იყო, რამდენად სწორად გადმოსცეს ის დავალება, რომელიც მათ ჰქონდათ, რამდენად სწორად გაიაზრეს და გაანალიზეს და შემდგომ უკვე თავის ნამუშევრებში
კონკურსებში წარმოაჩინეს. შარშანდელ კონკურსში ჩვენ ყავდა 10 რეგიონი მოვიცავით საქართველოს, არ ველოდით თუ ასეთი აქტიურობას გამოიწვევდა. 159 კონკურსანტი იყო და მათი ნამუშევრების შესწორება და შეფასება მოუწიათ კომისიის წევრებს. საუბარი არის 54 სკოლაზე, ჩვენ გამოვავდინეთ 17 გამარჯვებული 3 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და ნამუშევრები გადიოდა ცოტა ხნის წინ. ერთ-ერთი 5 წლის ასაკის ლილეთოიძის ნამუშევარიც იყო, რომელიც ბაღის მოსწავლე იყო და თავისი წარმოსახვით მისი თვალით დანახული სამყარო გაგვიზიარა თუ როგორ გამოიყურებოდა. ასევე მინდა გამოვარჩიო ირეკლე კაპანაძე, რომელმაც შესანიშნავი აი ეს ნამუშევარი შეადგინა და შექმნა, რომელიც და მინდა აღნიშნო, რომ ეს ნამუშევრები ჩვენ, როდესაც ეს კონკურსი წინ უძღოდა ბულგარეთის ქალაქ ნესებარში ჩატარებულ ღონისძიებას და ჩვენ რამდენიმე თვით ადრე ჩავატარეთ ეს კონკურსი და ეს ნამუშევრები საუკეთესოები, რომლებიც კომისიის წევრებმა გამოარჩიეს, წარდგენილი ჰქონდა იქ საბავშვო კომისიასთან. გაუზიარეთ მათ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ნამუშევრები და მომავალშიც ახლა რა თემატიკის კონკურსიც არის კანადაში, შემდეგ ღონისძიებაზე იქნება უკვე წარდგენილი ეს ყველაფერი და ბავშვებს აქვს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონეზე მათი ნამუშევრები წარდგენილი იქნას და მოხვდეს იმ ერთიან რუკათა სერიაში, რომლებიც ატლასების სახით გამოდის ხოლმე საბოლოოდ. ბატონ ზურაბ, საბა მახსენა ბულგარეთი და ის მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელსაც მართავთ, ეს არის ბუნებრივია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამ შეხვედრების შესახებ რომ მოგვიყვეთ, ვიამბოთ და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა შესაძლებლობას იძლევა ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში. კარტოგრაფია ესეთი თემაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მერნაკლები კულტურაა და ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ საქართველოს ამ მხრივ გამორჩეულია თავისი დიდი შორეული და ახლო თქვა ტრადიციებით. მაგრამ ნებისმიერი საქმე, რომელიც დაუშვათ არ იქნება საერთაშორისო დონეზე, ესეთ წარდგენილი, ის ასე თქვა ვერ იქნება ესეთი პოპულარული, როგორც საჭირო არის და სწორედ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციამ ბატონ თენგიზ გორდეზიანის ხელმძღვანელობით და გოჩა გუძუაძის თანადგომით შეძლო ის, რომ ჩვენ თქვა წლების წინ გავედით საერთაშორისო ასპარეზზე. პირველი ეს იყო დაახლოებით 5-6 წლის წინ, როდესაც ბონში ტარდებოდა საერთაშორისო კარტოგრაფთა ასოციაციის ეგიდით კარტოგრაფთა საერთაშორისო კონფერენცია, იქ წარდგენილი საქართველოს საკმაოდ საინტერესო მოხსენებები და იქიდან მოყოლებული ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იყო ჩვენი წარმომადგენლობა რამდენიმე წლის წინ, ასე ვთქვათ, ჩვენ ვღებულობთ საკმაოდ სოლიდური დელეგაციით მონაწილეობას. ჩეხეთი იყო პირველი, სადაც წარდგენილი იქნენ ჩვენი ახალგაზრდები, სტუდენტები, მაგისტრები და საკმაოდ საინტერესო მოხსენებები წარადგინეს და ასახელეს ჩვენი ქვეყანა კარტოგრაფიის თვალსაზრისით. რაც შეეხება ნესებარის კონფერენცია იმით გამოირჩეოდა, რომ აქ არის სწორედ საბას მოხსენება ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია. ესე იგი კონფერენციის დამთავრების შემდეგ თითქმის 2 საათიანი ესე დისკუსია იყო გამართული, აქ სლაიდებზე ჩანს, აი ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოწონება ხვდა ამ ყველაფერს და კიდევ ერთი შედეგი, რაც ამას მოყვა ის, რომ საბა გახდა სულ ახლახანს საერთაშორისო კარტოგრაფთა ასოციაციის საბავშვო კარტოგრაფიის სექციის წევრი და ახლა პირდაპირ ეთერშიც მას საქართველოს დიდი გამარჯვებას. ისე რომ ახლა დაგეგმილია ხორვატიაში მორიგი კონფერენცია, ამის წინ იყო ავსტრიაში და ჩვენ არ ვჩერდებით, მოკლედ ძალიან ესეთი ენერგიული ლიდერი ყავს ბატონ თენგიზ გორდეზიანი, რომელიც არ გვაძინებს და არ გვასვენებს და ერთ სიტყვით აი ვცდილობთ ახლა ეს საბავშვო კარტოგრაფიას იმისი კარგი მცდელობა, რომ საბავშვო ასაკიდან შევაყაროთ ეს თემა, იმიტომ რომ კარტოგრაფია ყველა ოჯახშია, პირდაპირ თუ ირიბად ჩვენ გვჭირდება და ამ განათლებას, ამ კულტურას რაც უფრო ადრეული ასაკიდან ზიერება ჩვენი სამშობლო და ჩვენი საზოგადოება მით უკეთესია. თუმცა ბატონ ზურაბ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსებს საუბრობთ, რომ ის სახელწოდებაც არის რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ გადმოვიტანოთ რეალურად ჩვენს ყოველდღიურობაში, ხო, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი არის რუკები საზოგადოებაში, ვთქვათ, ამ საზოგადოების ცნობიერებაში და ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში.
ხო, ეხლა აქ როდესაც მოვდიოდით, მე საგებლობდი სანავიგაციო სისტემით, რომელიც საცობებს მიჩვენებდა. ნუ საცობი ეს უკვე ჩვენი ეს თქვა სუბკულტურა არის ყოველდღიური და ვესადური გავექცევით, არ შევიძულოთ, შევიყვაროთ, ოღონდ მართოთ, ხო, და ამის მართვისთვის არის ძალიან კარგი საშუალება სწორედ ინტერაქტიული ვებრიუკები, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩვენ გვიჩვენებს ქალაქში გადაადგილების, ტრანსპორტის გადაადგილების მდგომარეობას. და მე უკვე შემიძლია ჩემი გადაადგილება ვმართო, ჩემი ასე ვთქვათ ლოჯისტიკური ქმედებები შეუთანხმო აი ინტერაქტიულ ვებრუკებს. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასე შემდეგ. მოკლედ ახალგაზრდები, რომლებიც პრაქტიკულად შეიძლება კარტოგრაფიის ესე იდეურ გაგებაში არ იყვნენ, ისინი უკვე აქტიური მოხმარებლები არიან და ჩვენზე უკეთესად ხმარობენ ამას. ცოტა ლირიკით დავკავდები, მე როდესაც მაგალითად ვიძახებ ტაქსს, რომელიც ასევე სერვისი ტაქსის, თქვა, გამოსახების სერვისი არის დიდწილად დამოკიდებული სწორედ ნავიგაციურ სისტემებზე და თუ დრო არ მაწყობს, მე მის გასაუქმებლად ავტობუსის გაჩერებაზე რომელიმე ახალგაზრდას ვთხოვ დახმარებას, იმიტომ რომ ჩემი ასაკისთვის ეს უკვე ასე თქვა ზედმეტი ის არის. მაგალითად რა ხდება? ანუ ჩვენ შეგვეშინდება მე-5 კლასიდან უფრო ადრეული ასაკიდან ახალგაზრდები ჩართოთ ამ თემებში. ძალიან ბევრი ისეთი საკითხებია. ეხლა ჩვენ აღარ ვსაუბრობთ სერიოზულ დონეზე, სახელმწიფო დონეზე, რაიმეს თქვა სტრატეგიული ობიექტის დაგეგმარება, თქვა ტრანსპორტის და მოძრაობის უსაფრთხოება, მშენებლობა იქნებდეს, ტურიზმი, რომელიც ამის გარეშე აღარ არსებობს. აქ არ არის ეხლა უკვე მხოლოდ ქაღალდის რუკებზე. ეს არის ძალიან ბევრი ინტერაქტიული ვებრუკების სახით რეალიზებული. ეხლა ჩვენ მედესაბა, როდესაც მისაღებში ვისხედით, იქ ვათვალიერებდით წიგს რელიგიური ტურიზმი, სადაც ერთ-ერთი სტატია ეძღვნებოდა სწორედ გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებას რელიგიურ ტურიზმში. ძალიან კარგად იყო ახსნელი თუ რუკას რა დიდი დახმარების საბა, რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ კონკურსს აღნიშნეთ საზღვარგარეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ თქვენი წარმატებები, ხო? საინტერესოა ქვეყნის მასშტაბით როგორ ხდება, ვთქვათ, მოსწავლებამდე ამ ინფორმაციის მიტანა, გაქვთ თავისთავად შეხვედრები ამ მოსწავლეებთან და უფრო მეტი დეტალი რომ შევიტყოთ ამ კონკურსის შესახებ, რომ ვთქვათ, აი როგორ შეიძლება მიიღოს მსურველმა მონაწილეობა ამ კონკურსში. თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ როდესაც დავიწყეთ ამ ყველაფრის გაკეთება, ცოტათი რთული იყო, რადგან კონტაქტზე გავსულიყავით იმ ასაკზე, რა ასაკებიც მოცემული ქონდა საერთაშორისო კარტოგრაფიულ ასოციაციას. ბაღის აღსარდელებზე უნდა გავსულიყავით ფაქტობრივად და სკოლის დაწესებულებებზე. გარკვეული მონაცემთა ბაზა მქონდა სკოლებთან დაკავშირებით, ვისთანაც გამოცდილება მქონდა თანამშრომლობის და შემდეგ ჩვენი მხარდამჭერი აღმოჩნდა საბავშვო უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან ხშირად საბავშვო მიმართულებით დაკავშირებული არის საქართველოს ყველა სკოლასთან, მათთან თანამშრომლობით უკვე დავიწყეთ შევქმნით უფრო დიდი მონაცემთა ბაზა, უკავშირდებით საქართველოში არსებულ ყველა სკოლას, ფაქტობრივად გავდივართ ყველა სკოლაზე, ყველა მასწავლებელზე და უკვე მათზე არის შემდეგ დამოკიდებული ინფორმაციას ვაწვდით დეტალურად, სრულყოფილად, თუ რას მოისაზრებს, რა არის ამ ყველაფრის მიზანი, რა არის ის წესები, რაც უნდა გაითვალისწინონ, რაც აუცილებელი არის და ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამ მასწავლებლებთან, მშობლებთან, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ჯაჭვი არის, სკოლიდან თითოეულ მასწავლებლამდე დადის ეს ყველაფერი, მასწავლებლიდან უკვე მშობლებამდე და ზოგიერთი ისეთი შემთხვევაც არის, როდესაც უნივერსიტეტის გვერდი განათავსებს, პატარა ბავშვები თავად ნახულობენ უკვე, იმიტომ რომ საბავშვო უნივერსიტეტის გვერდზე ელოდებიან ამ სიახლეს, თუ რა სიახლეებს შესთავაზებს, რა ახალი კონკურსები იქნება და საბავშვო უნივერსიტეტს განებურებული ყავს ეს ბავშვები, რადგან სხვადასხვა თემატიკის, სხვადასხვა მიმართულების მხრივ, სხვადასხვა პროექტებში და მსგავს კონკურსებში აქვს ხოლმე შესაძლებლობა. ეს კონკურსი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, 13 აპრილამდე გვაქვს ჩვენ ნამუშევრების 13 აპრილამდე გვაქვს პირველი ეტაპი, რის შემდეგაც მივიღებთ პირველი ეტაპის ნამუშევრებს და 1 მაისისთვის ჩვენ უკვე გავაგზავნით ამ ყველაფერს სლოვენიაში, გამარჯვებულები გვეყოლება გამოვლენილი და დავამატებ იმას, რომ ეს თემატიკა რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში არჩეული იქნა 2025 და 2027 წელს ჩასატარებელ
კონფერენციებზე. ანუ ეს თემატიკა საბავშვო მიმართულებით იქნება ამ 2 წლის განმავლობაში აქტუალური. პირველი ეტაპი იქნება 13 აპრილამდე, თუმცა შემდეგ, როდესაც გავაგზავნით გარკვეულ ნამუშევრებს უკვე კანადაში, შემდეგ ისევ გავაგრძელებთ ამ თემატიკას და 2027 წელსაც ისრაელში, როდესაც იქნება კონფერენცია, იქ მივიღებთ და ჩვენ ფიზიკურად ჩავიტანთ უკვე ჩვენს რჩეულ ნამუშევრებს, რაც თავს მოიყრეს ჩვენს ფონდში. კიდევ ერთხელ გილოცავთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. ამ საქმეში მინდა გისურვოთ წარმატებები ბატონო ზურაბ და თითოეულ მონაწილეს ამ კონკურსის ასევე გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და გამარჯობა. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმრები გახდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი განვითარების გეოსაინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ლაუშვილი და გეოგრაფიის დოქტორანტი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი საბა მოდებაც. წინა ვიდეო როლის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ სტუდიაში.
დავრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად. ბეჟო ამირანაშვილი გახლავთ ჩვენი სტუდიის სტუმარი, ტრიო აპრილიას წევრი და რა თქმა უნდა ტრიოს წევრებიც ჩვენთან ერთად გახლავთ, ჩვენი გადაცემის სტუმრები. ვისაუბრებთ ტრიოს სიახლეებზე და ასევე მოვისმენთ კიდევ ერთ ახალ სიმღერას მათი შესრულებით. დიდი მშვიდობისა, მოგესალმები და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა გადაცემაში. ჩვენთან ადრე გადაცემაში მოუყევით ტრიო აპრილიას ჩამოყალიბების შექმნის შესახებ ჩვენს მაყურებელს და მთელი საზოგადოებას, მთელი საქართველოს შესანიშნავად გიცნობთ და იცნობს ტრიო აპრილიას. ახლა კონკრეტულად მინდა ვისაუბროთ თქვენი ახალი სიმღერების შესახებ და იმ დაგეგმილი კონცერტების შესახებ და საღამოების შესახებ, რომლებსაც ბუნებრივია აჩუქებთ საზოგადოებას. კი ბატონო. ესე იგი ჩვენი ტრიო აპრილის თვეში ხდება 2 წლის. მოკლედ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენი ალბომი გამოვუშვით, სადაც 12 სიმღერა შევიდა და 4-5 თვის უკან სინგლად გამოვუშვით ცალკე ახალი სიმღერა, რომელსაც ქვია თეთრი ნისლები. და რაღაცნაირად ეს სიმღერა ისეთი რა გამოგვივიდა რაღაცა ცოტა ვერიდები ხოლმე ამის խոսა რაღაცნაირად ისეთი საყვარელი და ღრმა გამოვიდა რომ ხალხს ან კონცერტზე ხვდებით მივხვდით ხოლმე ხალხის რეაქციას რომ გთხოვეს გამეორება რამდენჯერმე გვემღერა მოკლედ ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით სიმღერა ჩავწერეთ ჩვენს მეგობართან დავით უგრეხელიძესთან რომელიც არანჟირების ავტორი გახლავთ ამ სიმღერის და ნუ ყველა ჩვენი სიმღერის ჩვენ მეგობარია და თუ უმჭირესი ადამიანი მუსიკა ლექსი ლექსი ეკუთვნის ქალბატონ მაკაბლიაძეს და უღრმესი მადლობა ქალბატონ მაკას შესანიშნავი ტექსტისთვის მუსიკა არის ჩვენი ტრიო აპრილიას წიაღისეულიდან წამოსული ესე ვთქვათ მუსიკა და რავით საერთო ჯამში გამოგვივიდა ვფიქრობ კარგი სიმღერა სხვადასხვა ქალაქში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რამდენად არის გეგმაში რომ ჩატარდეს კონცერტი და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს თუ რას წარმოადგენს ტრიო აპრილი გეგმა აუცილებლად არის ამაზე მუშაობს ჩვენი პროდიუსერი ოთუ ედიშერაშვილი ჩვენი მეგობარი მაგრამ აქცენტები ძირითადად იყო ეს საკონცერტო აქტივობები თბილისში მქონდა ბაკურიანში იყო გამომდინარე იქიდან რომ სეზონი იყო და გეგმავთ აპრილში 2 წლის თავთან დაკავშირებით სოლო კონცერტს, ოღონდ ჯერ დეტალები არ არის ცნობილი და როგორც კი გვეცოდინება ყველაფერი, მობრძანდით დაპატიჟებული ბრძანდებით. დიდი სიამოვნებით აუცილებლად. ბეჟო, რაც შეეხება იმ დისკს, რომელიც გამოეცით, რომელშიც 12 სიმღერა არის შესული, საინტერესო არის ეს სიმღერები, ვთქვათ, ისევ ტრიო აპრილიას ფარგლებში შეიქმნა თუ არა მუსიკა, თუ კონკრეტულად თქვენი ტრიოსთვის არის სხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი სიმღერა. მოგახსენებთ. ესე იგი ჩვენ გვიყვარს ხოლმე ჩვენი სიმღერების მღერა. ანუ არანაირი ამბიცია რაღაცა იმის არ ვაქვს რომ აი რაღაცა ჩვენ ყველაზე მაგრად ამ ყველაზე ცუდად ან რაღაც უბრალოდ ჩვენ გვერდით ჩვენ სიმღერებს რომელსაც მუსიკას ძირითადად წერ მე ბიჭები ერთად ვაკეთებთ ხმებში რაღაცა არანჟირება კეთდება და უკვე საერთოდ ვფიქრობთ რა მიმართულებით უნდა წავიდეს სიმღერა როგორი სახე უნდა გქონდეს ჩვენს ალბომში სახელწოდებით პირველი შესული ამ 12 სიმღერიდან 11 არის ჩვენი შემოქმედება და ერთი გახლავთ ხალბატონი რუსტასების კვერაძის იგალობეს ღაპრიჩიტო ესე ქვია სხვადასხვა მის საბავშვო კრებულში იყო ეს შესული ეს სიმღერა და მოკლედ ჩვენი ტრიოს შექმნის ისტორიას დაკავშირებული ამ სიმღერასთან ოთოსთან ჩვენს პროდიუსერთან მეგობართან და ხალბატონ რუსლანთან და ერთადერთი სიმღერაა რომელიც შესულია სხვა კომპოზიტორის ჩვენს ალბომში ეს სიმღერა. მოდი ვიდრე სიმღერას შეუსრულებდეთ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ვუთხრათ როგორ შეიკრიბა ეს შესანიშნავი გუნდი და როგორ შეეწყო თქვენი ხმები ერთმანეთს 2 წლის წინ. კი ბატონო, მოკლედ იდეა ეკუთვნის ოთარ ედიშერაშვილს, ისევ მას როგორც სახელწოდება ჩვენი ჯგუფის აპრილია. მე და ლევანი ბავშვობის მეგობრები ვართ, ესე სულ მღეროთ ცალ-ცალკე ყველას გიგასაც, ლევანსაც მეც მუსიკალური ცხოვრება ისტორია გვაქვს, ესე იგი გიგას თავის პროექტები აქვს, მე ჯგუფ მგზავრების გიტარისტი ვარ ასევე, ლევანის თავის შესანიშნავი ხმით სოლო კარიერა და მოკლედ ოთომ შევყრიბა და მის იდეა იყო რომ რაღაცა ტრიო გამომდინარე იქიდან რომ ტრიო რაღაც ძალიან ქართული ჟღერადობა არის თვითონ აი სურვილი ქონდა რომ რაღაცნაირად აი ამ ქართული ჟღერადობიდან ამ წიაღი და წამოსული ყოფილიყო რაღაც ჩვენი ტრიო. და ჩამოყალიბდა არაჩვეულებრივი ტრიო, რომლის სიმღერებიც უკვე საკმაოდ შეიყვარა მაყურებელმა და მსმენელმა, რაც შეგვისრულებთ დღეს. თეთრ ნისლებს შეგისრულებთ ჩვენს ახალ სინგლს, რომელიც თქვენი სიმღერაა, ხომ? დიდი სიამოვნებით მოგაწოდეთ მიკროფონს. გადაინაცვლოთ მეგობრებთან ჩვენს პატარა სცენაზე და
ჩვენი მაყურებელიც დიდი სიამოვნებით მოისმენს თქვენს შესანიშნავ სიმღერას. ვეტყვით მანამდე მაყურებლებს ტრიო აპრილიას წევრები ბეჟო ამირანაშვილი, გირა ჯალაღონია, ლევან ჯორჯიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. როცა გაზაფხულზე გიხმობს და გეძახის დღეის ფერი საოცარი იების ქარავანს გიტოვებს ღამით და ამბობს რომ არც ისე შორს არის თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან გამოყვები და მეც გავწვიმდები და ეს იქნება რაც უნდა მეთქვა თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან მე გავწვიმდები ასე უბრალოდ მე მოვა შენთან გავაქრობ მანძილსაც ერთხელაც გიპონი ეს ჩვენი შეხვედრის დრო არის და მე ხვდები რომ არსად არ წასულა შენი ადაგანა შორს არის თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან გამოყვები და მეც გავწვიმდები და ის იქნება რაც უნდა მეთქვა თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან მე გავწვიმდები ასე უბრალოდ მე მოვა შენთან მოდი დაიღავი ჩემი გაზაფხული დღეის ფერი საოცარი იების ქარავანს გიტოვებ ღამით და ვამბობ რომ არც ისე შორს არის თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან გამოყვები და მეც გავწვიმდები და ეს იქნება რაც უნდა მეთქვა თეთრი ნისლები თეთრ ქარავანსაც ერთ დღეს ქარები მოიდა შენთან მე გავწვიმდები ასე უბრალოდ მე მოვა შენთან ტრიო აპრილიას შესანიშნავი სიმღერით გვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს სოფიო კუჭავა და გეგინემ სტუდიაზე მუშაობთ თქვენთვის მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდე. ნახვამდის.